მართლმადიდებლობის სპეკალი, სათაური რომლის იდეაც დიდი ქართველი მეცნიერის ედიშერ ჭელიძის ნაშრომებიდან მოდის, როგორც სულიერი ქვა, ნათობი და წმენის უცვლელი საუნჯე. ამ სულიერ საუნჯეს ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოს გიორგი თევდორაშვილთან ერთად გადავშლით. აღმოაჩინეთ ჭეშმარიტება წმინდა მამათა სწავლებაში. საღამო მშვიდობისა, დაგლოცეთ მამა. საღამო მშვიდობისა, მწუხრი მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმისთვის რომ იცლით მიუხედავად არაერთი თქვენი საქმიანობისა, რომელსაც სულიერების კუთხით აკეთებთ ყოველდღიურად, მაინც იცლით ამ სივრცისთვისაც და ჩათვალეთ საჭიროდ რომ კარგია და აუცილებელია აქ ყოფნაც. მამა გიორგი, მე არ ვცადე ახსნა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობის სპეკალი, რადგან სულიერი მოძღვარი უფრო სხვანაირად ახსნის და უფრო მეტი სულიერებით ახსნის ამ სახელწოდების აზრს, მნიშვნელობას, რატომ დავარქვით ეს სახელი და რა მნიშვნელობა აქვს ამ სათაურს გადაცემისთვის და მე უკვე დავიწყოთ საუბარი. თქვენი კითხვები მაყურებელს გეუბნებით. თქვენი კითხვები იქნება პრიორიტეტი, მნიშვნელოვანი სულიერების კუთხით. დღევანდელი დღე, როდესაც მამა გიორგის საერთოდ ვიქნებით, ყველანაირად პოლიტიკურად დაცლილი იქნება, არაფერი პოლიტიკური არ იქნება, ამიტომ სულიერებაზე რა შეკითხვებიც გექნებათ, გამოგზავნეთ და აუცილებლად აუჟღერებთ მამა გიორგის და გვიპასუხებს, თავად გაგვიხსნის რა როგორ არის. მადლობა სტუმრობისთვის და გისმენთ მამა. პირველ რიგში შენ მადლობა, თეკლა, მაპატიერო შენობით მოგმართავ, მაქვს ამისი უფლება და მინდა დავლოცო ჩვენი მსმენელი და მაყურებელი, იმიტომ რომ დღეს ძალიან ძვირფასია ჩვენთვის სტუდია. ძალიან ძვირფასია ყველა იმ ადამიანის თვალები და ყურები, ვინც ჩვენ დაგვინახავს და ვინც ჩვენ მოგვისმენს. იმიტომ რომ დღეს თანამედროვე საზოგადოებას უფრო სხვა გატაცებები, სხვა ინტერესები გააჩნია. და ჩვენ, მე და თქვენ, უნდა ვეცადოთ, რომ თანამედროვე საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ მარადიულობისკენ, ჭეშმარიტებისკენ, სიყვარულისკენ, ჭეშმარიტი ამხსარებლობისკენ და ეს მე მგონი არ უნდა იყოს ადვილი, მაგრამ თუ უფალი გვაკურთხებს, ყველაფერს ამას ჩვენ თავს გავართმევთ. და გადაცემასაც იმიტომ დავარქვით ერთად სპეკალი, რამე თუ სპეკალი ეს არის ძვირფასი ქვა, ეს არის საუნჯე და ყველა ვისაც მართლმადიდებელი ქრისტიანი ქვია, უნდა იცოდეს რა საუნჯის ფლობელია და დაუსვას თავის თავს კითხვა, ფლობს კი ის საუნჯეს? ან თუ ფლობს, რა დონეზე ფლობს და ასე თქვათ, ისე ხომ არ გამოუყინებელი ხომ არ აქვს ეს საუნჯე. სამარცხვინოა ადამიანი იწოდებოდეს ქრისტიანად და არ იცოდეს რა არის ქრისტიანობა. სამარცხვინო ადამიანს ერქვას მართლმადიდებელი და არ იცოდეს რა არის მართლმადიდებლობა. სამარცხვინოა დღეს ადამიანს ერქვას ეკლესიური მაზიარებელი, ამხსარებელი და სამწუხაროდ მან აპოლოგია ვერ გაუწიოს ჭეშმარიტ ამხსარებლობას. დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგევართ და ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა იყოს მისიონერი, როგორც ბრძანა ჩვენმა ახალმა პატრიარქმა, უწმინდესმა შიო მესამემ, რომ არა მარტო მოძღვრები, არა მარტო თქვენსავით მართლმადიდებელი ჟურნალისტები, არამედ ნებისმიერი ქრისტიანი უნდა იყოს მისიონერი. მას შეიძლება დიდი განათლება არ გააჩნდეს, მაგრამ მისი ჩაცმა, მისი ხედვა, მისი ცხოვრების წესი, მისი მეტყველება, მისი გამოხედვა, ყველაფერი ეს უნდა მეტყველებდეს სინათლეზე, ჭეშმარიტებაზე, თავდაბლობაზე, სიყვარულზე, რამე თუ ბიბლიაში კერძოდ სიბძნე ზირაქისაში წერია, რომ ადამიანს ამხელს სამი რამ: სამოსელი, სიარული და სიცილი. ნებისმიერ ადამიანს ეტყობა როგორ იღიმება, როგორ იმოსება და როგორ დადის, მისი შინაგარი სამყარო როგორია. ამას არ უნდა ეხლა ბევრი მტკიცება, ხო? რომ ძალიან მარტივად შეგვიძლია ადამიანის გამოცნობა და ამიტომ მოდი დღეს ჩვენს ძვირფას მაყურებელს
და მსმენელს შევახსენოთ უბრალოდ, შევახსენოთ, მოდი ასე ჯობია რომ არ ეგონოთ ვინმეს რომ ჩვენ რაღაცას ვასწავლით ანჭკაზე ვარიგებთ, შევახსენოთ რა საგანძური, რა სპეკალის მფლობელები არიან და მისი გამოყენება. მაგალითად, მე მაქვს ძალიან ძვირფასი მობილური, ხო? მაგრამ იქიდან ყველა აპლიკაციას ვერ ვიყენებ. ხოლო თუ რეკავ და მირეკავე. და ფანარის გამოყენება ვიცი მარტო. რასაც დაობა არა, წარმოვიდგინე, თორსა შენ გაქვს ბოლო გამოშვება ტელეფონი და იქიდან 5% შეგიძლია აითვისო. და ამ დროს 95% გაქვს აუთვისებელი. აი ასე პირდაპირ შეიძლება ითქვას, თანამედროვე ადამიანის გონება არა მარტო რწმენაში, არამედ აზროვნებაში არის დასამუშავებელი. ადამიანს ღმერთმა ორი მცნება მისცა, ერთი რომ იმ ხიდან, შემეცნების ხიდან არ უნდა მიიღო საკვები, არ უნდა მიიღო, ეს არ არის ვაშლი, ატამი და ქლიავი, აქ არის ხილი უბრალოდ და მეორე კულტივირება უნდა მოეხდინა სამოთხის დამუშავება, გესმით? ყველაფერი მზამზარეული არ მეუცია ღმერთს ადამიანისთვის. ზოგი რამ თვითონაც უნდა გაეკეთებინა, ანუ უარი ეთქვა თავის გარკვეულ თავისუფალ ნებაზე, ნების ყოფა უნდა გამოემუშავებინა, ყველაფერი მინდა და მერგება არ არის ასე, როცა გეუბნებია რომ არ შეიძლება ჯერ უნდა შეგეძლოს დათანხმება და მეორე რომ ეს ყველაფერი შენ მოგეცა, მაგრამ შენც ხელი უნდა გაატოკო და შენც გევალება იმუშაკო, თანამუშაკი იყო ღმერთთან ერთად. ასევე ყველა თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანი მოინათლება რა მისმა მიმრქმელმა აუცილებლად უნდა დაიწყოს მისი განსწავლა. თუ მიმრქმელი ვერა, მაშინ მშობლები, თუ მშობლებიც ვერა, მაშინ მოძღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბავშვი გაიზრდება გაუნათლებელი, ნათელღებული გაუნათლებელი. და საინტერესოა ნახეთ, ჩვენ გაგუნათლეს, მაგრამ განათლება არ მოუციათ. მოვინათლეთ, მაგრამ ნათლის მატარებლები ვერ აღმოჩნდით. ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ნათელი არ ჩანს სოფელში. ამ დროს ქრისტე ბრძანებს, მე ვარ ნათელი სოფლისა. ჩვენ გვიწოდა ქრისტემ მარილი სოფლისა. და თუ მარილიო ძალას დაკარგავსო, რიღად დაიმარილოსო. და თუ ქრისტიანმა არ იცის რა არის ქრისტიანობა და არ იცის რა არის ათიმცნება, ცხრანეტარება, სარწმუნოების სიმბოლო მრწამსი, როგორ იქრისტიანოს, როგორ იცხოვროს ეკლესიური ცხოვრებით, თუ არ იცის რას ასწავლის ეკლესია. და ამიტომ მე და თქვენი გადაცემა მართლმადიდებლობის ევეკალი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამას, რომ თქვენ ძვირფასო მაყურებელო შეგახსენოთ რა განძის მფლობელები ბრძანდებით. რამხელა საგანძური დაგვიტოვა იესო ქრისტემ პირველ საუკუნეში ხაზგასმით აღნიშნავ. აქავე დავძენ, რატომ არის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე ჭეშმარიტი და მართლად მადიდებელი, იმიტომ რომ ჩვენ გვიპყრია ის საუნჯე, ის სპეკალი, ის მემკვიდრეობა, რომელი მემკვიდრეობაც იესო ქრისტემ ამაღლებამდე მოციქულებს ხელდასხმით გადასცა და რომელ სარწმუნოებასაც ის გადმოუთარგმანებდა ამაღლებამდე სახარების ჭეშმარიტებას, ეს სწავლება იესო ქრისტემ გადასცა მოციქულებს, მოციქულებმა მოციქულებრივ მამებს, მოციქულებრივმა მამებმა ეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებმა ხუცესებს და დღეს უწყვეტი ჯაჭვის სახით დღემდე არის მოსული ჩვენთან. და უნდა ყველას გვახსოვდეს, მოგწონს უდელი, არ მოგწონს, ვისაც მიუტევებთ, მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ, არ მიეტევებათ. რასაც შეკრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ცაში, რასაც გახსნით, ანუ მიუტევებთ, გახსნილი იქნება ცაში. აი ამ ხელმწიფეების პრობელობი გახლავართ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები. აქავე დავძერო, ყველა მღვდელმსახურია, ეპისკოპოსის მღვდელმსახურია, იგივე პატრიარქიც ეპისკოპოსია, მიტროპოლიტიც ეპისკოპოსია და მთავარეპისკოპოსიც ეპისკოპოსია, მღვდელი დეკანოზი იგივე მღვდელმსახურია და დიაკონის მღვდელმსახურია. ყველა სამღვდელონი ვართ,
ყველა ვართ სამღვდელონი და ჩვენ ეს სამღვდლო საიდუმლოება, რომელიც იესო ქრისტემ მოციქულებს გადასცა, უსასყიდლოდ მიგვიღებიეს და უსასყიდლოდ უნდა გავცეთ. ყოველგვარი დაკვედრების გარეშე, ყოველგვარი წუწუნის გარეშე ვერ გავაგებინე, არ ესმით, რა ურწმუნო ხალხია, დიახ, ასეთი ურწმუნო ხალხი რომ არის, მაგიტომ უნდა ვიქადაგოთ, როგორც პეტრე მოძღვრავს ტიმოთეს ჟამიერად და უჟამოდ, დროულად და უდროულად. ეხლა ზოგიერთები იტყვიან, რა დროს მართლმადიდებლობის სპეკალია მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ფეხბურთში. რა დროს ეხლა ვიღაც მამა გიორგია, ხო? რა თქმა უნდა ჩვენ სპორტის წინააღმდეგები არა ვართ, არც ხელოვნების წინააღმდეგები არა ვართ, მაგრამ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ძველგაზრდებო, ყველა ძვირფასო ადამიანო გახსოვდეთ რომ თუ ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე არ იქნება ღმერთი, ჩვენი ცხოვრება იქნება ყოველთვის მოუწესრიგებელი და ყოველთვის იქნება თავდაყირა. პავლე მოციქული ბრძანებს რომ ჩემთვისო ყველაფერი ნებადართულიაო. ანუ უყურეო ფეხბურთსო კაცო, არ არის პრობლემა, უყურე კონცერტს. ჩვენ არ გძალავთ ასეთ რამეს, ხო? მაგრამ ყველაფერი როდია სასარგებლო ჩემთვის. სადაც გარყვნილება არის გადმოცემული, ის სასარგებლო როგორ შეიძლება იყოს, ხო? არ ვეხები კონკრეტულ არც კონცერტს, არც კონკრეტულ ხელოვნების რომელიმე დარგს, არც სპორტს. ჩვენ ზოგადად ვიცოდეთ ქრისტიანის დამოკიდებულება ხელოვნებასთან, სპორტთან, მუსიკასთან, კინოსთან და თეატრთან, ხო? ეხლა არ მინდა რომ მე ვინმეს გული ვატკინო და გარჩევა დავიწყო და რაღაც შეურაცხყოფა მივაყენო, არა. ჩვენ გასწავლით რა არის ჭეშმარიტება. ჩვენ გადმოგცემთ სწავლებას, ერთარსებას ამპიროვანი ღმერთის შესახებ. გასწავლით როგორ უნდა ცხონდეთ, რა არის ცხონება, რა არის სიყვარული, რა არის თავდაბლობა, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ყველაზე ბრძენი მეფე სოლომონი, როდესაც ღმერთს ესაუბრება, ღმერთი ეუბნება სოლომონ, მითხარი რა გინდა და მოგცემ. სოლომონი ეუბნება რომ მომეცი ბრძენი გული, გონიერება რომ გავარჩიო რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა არის კეთილი და რა არის ბოროტი, რა არის ნათელი და რა არის შავი. ხო და თეკლა მე მგონი ჩვენ ზუსტად აი ამ შემართებით უნდა დავიწყოთ პირველი გადაცემა, უпростоრად მეორე, მაგრამ უკვე საავტორო გადაცემა, რომ ჩვენ, ჩემო ძვირფასებო, გაგახსენებთ იმ საუნჯეს, რომელიც საუნჯეც ჩვენმა ძვირფასმა წინაპრებმა და ჩვენმა ქვეყანამ და ქართველმა ერმა და არა მარტო ქართველმა ერმა დღემდე, აქამდე უნაკლოდ არ გადავხილვათ არც მარცხნივ, არც მარჯვნივ და დიდი ქვეყნები მიიდრიდნენ მწვალებლობისკენ, საქართველო ყოველთვის ერთგულად აღიარებდა ჭეშმარიტებას და დღემდე მოვედით ასე და დღეს ეს მართლმადიდებლობის სპეკალი გვიფყრია ხელში, რომელიც ყველაზე დიდი საუნჯეა, რა საუნჯეთ შეიძლება ადამიანს გააჩნდეს. დიდი მეფე დავით აღმაშენებელი, როდესაც შეუდგა მეფობას, ითხოვს დამოძღვრას თავისი ამღზრდელისგან. აქავე დავძენ რომ მისი სულიერი მოძღვარი გახდათ არსენ იყალთოელი, მაგრამ მისი ამღზრდელი იყო გიორგი ჭყონდიდელი. გიორგი ჭყონდიდელმა რა უთხრა იცით? ქართველებს ღირსება დაუბრუნეთო. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის რა არის ღირსება და მინდა ზუსტად ამ ღირსების განმარტებით დავიწყო. ღირსება არის ის, როდესაც ყველაზე ძვირფასი, ყველაზე სანუკვარი, იგივე მართლმადიდებლობის სპეკალი გინდა რომ შენ ქვეყანას გაუზიარო და გაანდო და შენ ქვეყანას ახარო ჭეშმარიტება და სულის ცხონების გზაზე დააყენო ერი და უთხრა ერს ქართველნო ერთად ღვთისაკენ, რასაც ჩვენი აც გარდაცვლილი სულმნათი პატრიარქი აკეთებდა. ერმა თუ ეს არ იცის, მაშინ ის ერი არის მკვდარი სულიერად და როგორი წარმატებაც გინდა გქონდეს ინდუსტრიაში, ეკონომიკაში, სპორტში თუ ხელოვნებაში, რა აზრი აქვს მაშინ თუ ერი სულიერად არის მკვდარი. თუ ერი სულიერად იქნება მკვდარი და ერში მაცხოვნებელი ამხსარებლობა არ იქნება გავრცელებული, დაცული და
აღსრულებული რითი შეიძლება ვიამაყოთ ძალიან ბევრი ქვეყანა ამაყობს სპორტით ხელოვნებით ეკონომიკით სამხედრო შეიარაღებით იმპერიალიზმით მაგრამ ჩვენი ერთი ციდა საქართველო ამაყობს ზუსტად თავისი მართლმადიდებლობის სპეკალით თავისი ჭეშმარიტი დედა ეკლესიის ერთგულებით ღვთისმშობლის წილხვედრილობით მაცხოვრის კვართით ღვთისმშობლის სარტყელით წმინდა გიორგის მუხლი უამრავი სიწმინდეებით მაგრამ აქაც გმართებს თავდაბლობით ამ ყველაფრის გააზრება ჩემო ძვირფასებო იმიტომ რომ რაც მეტი მოგვეცემა მეტი მოგვეკითხება ამიტომ კი არ უნდა ვიამაყოთ არა პირიქით თავდაბლობით უნდა ეს ჭეშმარიტება ეს საგანძური ეს ნდობა რომელიც ღმერთმა საქართველოს გამოუცხადა პირველ რიგში იმით რომ სამმა მოციქულმა იქადაგა საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა ეს ყველაფერი ჩვენ დღემდე ასე უცვლელად გვიფრიეს და მადლობა ღმერთს ამისთვის აი პირველი რაც ჩვენ უნდა გვიხაროდეს და ვამაყობდეთ აი ეს არის პირველი ჩვენი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი სწავლება რომელმაც ჩვენი ერი აქამდე მოიყვანა აღარ არსებობენ ეგვიპტელები აღარ არსებობენ რომაელები აღარ არსებობენ ლათინები უდიდესი კულტურის მქონე ხალხი მაგრამ ვარსებობთ ჩვენ რატომ აქავე დავძენ როცა ამბობენ რომ ღმერთი არსებობს არასწორია ღმერთი არის არსი მაგრამ არსებობენ ადამიანები და ანგელოზები და ყველაფერი ღმერთის არსისგან გამომდინარე ჩვენ ღმერთის არსიდან მივიღეთ არსებობა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ ვერტიკალური არსებები ვართ და ჩვენი სამშობლო არის ზეციური იერუსალიმი და აი ჩვენი ქვეყნის ჰიმნიც ასე იწყება ხატია ჩემი სამშობლო სახატე თელი ქვეყანა ანუ გვახსოვდეს რომ ჩვენი სამშობლო სახატია იმ ჭეშმარიტი სამშობლოს ხატია ეიკონა იმისი ანარეკლია და თუ ეს სამშობლო მეყარება და დავიცავ და გავუფრთხილდები მას ზეციურ სამშობლოში ღმერთი მომანიჭებს შემდეგ ცხოვრებას მამა გიორგი, პირველი შეკითხვა, რომელიც დასაწყისშივე შემოვიდა, იყო ესეთი. Კითხეთ მამაოს ღმერთი სად ვიპოვო, ყველგან თუ მხოლოდ ეკლესიაში არის. და ამის განმარტება ალბათ სოციალებში აქტიურად ხდება ხოლმე ქადაგებები არასასულიერო პირებისგან და ჩემი მიზანიც აქ თქვენი შეიძლება შეკითხვა გამემეორეთ? უფალიო სად უნდა ვიპოვო, ღმერთი სად არისო, ყველგან თუ ეკლესიაშია. გასაგებია, კარგი კითხვა. ღმერთი, აი ზოგადად მე დოგმატების სახით გასწავლით და მე დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, ხო? ესე იგი, ეს კარგი მეთოდია, რომ დანარჩენი თვითონ ადამიანმა თავის აზროვნებით განავითაროს სწავლება. ღმერთი არის გარეშე მოუწერელი, მას არ აქვს მარცხენა, მარჯვენა, არ არის მაღალი, არ არის დაბალი და არის აბსოლუტური სული. რას ნიშნავს აბსოლუტური სული? ანგელოზი სულია და ადამიანსაც გააჩნია სული. როცა ანგელოზი იგზავნება ზეციდან დედამიწაზე, ის ზეცაში აღარ არის. ესე იგი დედამიწაზეა. ანუ გარეშე მოწერილი ყოფილა, ხო? და რაღაც გარკვეული შემოხაზულობა გააჩნია. ასევე ადამიანის სულიც. ადამიანის სული თუ არის სხეულში, არის დედამიწაზე, თუ გამოვა სხეულიდან, აგრძელებს ცხოვრებას მიღმა სამყაროში. მაგრამ ერთადერთი არსება გახლავთ ღმერთი არსი რომელიც არის გარეშე მოუწერელი ყველგან მყოფი თვითკმარი მარადიული სიკეთე და სიყვარული ანუ ღმერთი ყველგან გახლავთ სრული სისავსით მაგრამ ჩვენ რომ ღმერთთან გვინდა შედარებით ახლოს ყოფნა და მას რომ ვემსახუროთ ამიტომ არსებობს ღვთისმსახურება, ამიტომ არსებობს საკულტო ნაგებობა ტაძარი, სადაც ჩვენ ეკლესიის სახით, ეკლეოს ნიშნავს ხალხთა შემოკრება, ხალხის კრებული, სადაც ვადიდებთ
ღმერთს. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ოდესაც თეატრი მიყვარს, მივდივარ თეატრში. ოდესაც მიყვარს ფეხბურთი, მივდივარ სტადიონზე, ხო? სხვაგანაც შეიძლება რომ ფეხბურთი ითამაშო, ხო? სხვაგანაც შეიძლება ფილმს უყურო, სახლში შეიძლება ვილოცო, გარეთაც შეიძლება ვილოცო, ქუჩაში, ტყეში, მთაში, მაგრამ თანამოაზრე ადამიანები რომ იყოს ჩემთან და მყავდეს ლოცვაში წინამძღოლი, რომელიც მიწინამძღვრებს, როგორ ვილოცო, რა დროს რა უნდა ვთქვა და როგორ მოვიქცე სულიერად. აი ამისთვის არსებობს ტაძარი, სადაც დაწესებულია ღვთისმსახურება, ლიტურგია. ლიტურგია ნიშნავს საზოგადო მსახურებას, ანუ ხალხის ერთად შეკრებით მსახურებას, რასაც თავისი ტიპიკონი, თავისი დოგმატები და სწავლებები გააჩნია, რომელიც პირველი საუკუნიდან იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება ლიტურგია, ღვთისმსახურება, ასე სწორი, ასე თქვათ, მსახურებით, რომელიც მსახურებასაც გარკვეულ პერიოდებში დაემატა საგალობლები, დაემატა საკითხავები, ტროპრები, კონდაკები, წმინდანების ცხოვრებები და დღემდე ასე გაფერადებული, გამშვენებული, აღმატებული მსახურება მოვიდა დღემდე. რა თქმა უნდა, ტაძარი არ არის აუცილებელი რომ წირვა ჩატარდეს, იყო დრო რომ ტაძრები არ არსებობდა და შეიძლება დადგეს დრო რომ ტაძრები დაიხუროს, ჯვარი გწერია, მაგრამ შეიძლება დადგეს ეს დრო და შეიძლება წირვა ჩატარდეს სადმე მინდორში, ტყეში, ზღვის პირზე. თავარია იყოს ოდიკი, სიწმინდე, სადაც სასვენებულია სიწმინდე, გარდამოხსნის ტილო, თავარია იყოს ნაკურთხი მოძღვარი, მრევლი და იქ შეიძლება ჩატარდეს მსახურება და იქ იქნება ზუსტად ღმერთი. და შეეხება დავაკონკრეტებ, სადაც 2 ან 3 შეიკრიბება, ქრისტე ამბობს, მე იქ ვარ. გასაგებია, ხო? სადაც 2 ან 3 შეიკრიბება და ტაძარში 2 და 3 ადამიანი ვიკრიბებით, უფრო მეტი და თვითონ ქრისტეს სიტყვებს გესაუბრებით, იქ არის ღმერთი. რა თქმა უნდა, ოჯახში თუ შევიკრიბებით, იქაც არის. ეხლა მე და თქვენ თეკლა რომ საუბრობთ, 2 ვართ უკვე, ხო? უკვე აქ არის ღმერთი. ესმით? სადაც ღმერთზე საუბრობენ, იქ არის ღმერთი, მაგრამ თუ 2 და 3 ადამიანი შეიკრიბება და ღმერთზე არ ისაუბრებენ და ისაუბრებენ ცუდ რაღაცებზე, იქ ღმერთი არ გაჩერდება ბუნებთან და განიკითხავენ და ჩხუბობენ და ძბილსიტყვაობენ, იქ ღმერთი არ გაჩერდება, ხო? რა სადაც 2 და 3 ადამიანი შეიკრიბება და მათ ხალხი მოусმენს და ისინი ღმერთზე ისაუბრებენ, როგორც ახლა მე და თქვენ, აი იქ არის ღმერთი. აი თუ შეიძლება კიდე გავაგრძელებ ძალიან საინტერესო შეკითხვა, როგორ მიხვდეს თანამედროვე ადამიანი მასთან არის თუ არა ღმერთი? ხო საინტერესოა. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ჩვენთან არის ღმერთი, ხო და ამ დროს თვითონ სად არიან სამწუხაროდ არ იციან. ადამიანმა რომ გაიგოს თანამედროვე ადამიანმა რომ არის თუ არა მასთან ღმერთი, ძალიან მარტივად მიხვდება ამას. როდესაც ადამიანი უყურეთ, როდესაც ადამიანი ხვდება რომ შეეშალა, თუ ადამიანი ხვდება რომ ის ცოდვილია და რა შესწოდა, აი მაგალითად განკითხვაში ხარ და მალევე მიხვდი რომ განკითხვაში ხარ, ესე იგი ღმერთი შენთან არის. მაგრამ თუ 1-2 საათი განკითხვას აგრძელებ და ვერ ხვდები რომ განკითხვაში ხარ, შენთან არ არის ღმერთი. წამოგცდა ბილსიტყვაობა, ხო? და მაშინვე მიხვდი რომ ცუდი რაღაც ჩაიდინე და ღმერთო მაპატიე იძახი, მაშინვე მიხვდი, მაგრამ თუ ბილსიტყვაობა გააგრძელე, ესე იგი შენთან არ არის ღმერთი. გესმით? თუ თელი ცხოვრება გაბრაზებული და გაბუტული ხარ და არ აპირებ შერიგებას, შორს ახარ შენ ღმერთისგან, მაგრამ თუ მალევე გინდა რომ ადამიანს შეურიგდე და გაწუხებს, ის კი არა რომ შენ რამე აწყენინე, შეიძლება მან გაწყენინა შენ სამდე მართალი ხარ, მაგრამ მიდიხარ და ეუბნები რომ მე მორწმუნე ადამიანი ვარ და არ შემილია გაბუტულმა ვიარო და შენ გატარო გულით შეხლა შენი ნაწყენი გამოხატულებით გატარო და ყოველდღე ვიფიქრო შენს და შენ ახლა ჩემზე გაბრაზებული ხარ და ასე შემდეგ. არა, ძალიან მარტივად, ძალიან უბრალოდ უნდა შეურიგდე და მიხვდები რომ ღმერთი არის შენთან. დაიწყო მარხვა.
ეხლა ფიქრობ, შევინახო მარხვა, არ შევინახო მარხვა, მოდი არ შევინახავ რა. შორს ახარ ღმერთისგან, მაგრამ როცა არც კი გიყოყმანია და პირდაპირ იწყებ მარხვას, ესე იგი შენ ღმერთთან ახარ, იმიტომ რომ ეს მარხვა რაღაცა ის კი არ არის კაცო, აუცილებლობა და რაღაცა ესეთი კაცრი დისციპლინა, ხო? მარხვა ეს არის განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა, რომ შენ გინდა ღმერთს ასიამოვნო, შენ გინდა ცოდვებს განეშორო, შენ გინდა უფრო დაიტვირთო შენი თავი, უფრო ახლოს მიხვიდე ღმერთთან, უფრო ბევრი ფიქრო საკუთარ ცოდვებზე და არა სხვების ცოდვებზე, ხო? და რა ის მარხვაში ძალიან მარტივია საკვებისგან თავი შეკავება. ამას აკეთებს ყველა და ესე ამაყად აცხადებენ. არ მიჭირს მარხვა, მამა, ისეთი რა პრობლემაა? თან ახლა ზაფხულია, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, რა პრობლემაა, ხო? არა, ჩემო კარგებო. ასე არ იმარხულოთ, ეგ მარხვა არა. მარხვაში დამოკიდებულება, რაზეც გაგვაჩნია, იმას უნდა ცოტა ჩამოვშორდეთ რა. სოციალური ქსელები. 24 საათი ნუ ვიქნებით სოციალურ ქსელში, ხო? სულ ტელეფონი ნუ გვიჭირავს ხელში. და თუ 24 საათი სოციალურ ქსელში ხარ და ტელეფონში ხარ, ჩამზრალი მარხვაზე არ ახარ შვილო. ხლა ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ სულ საღვთო ლინკებს უყურებენ და უსმენენ, ხო? იქ აუცილებლად რაღაცა შემოიპარება, პატარა ცდუნება და პატარა ნება, ხო? ამიტომ ჩვენ მარხვაში უნდა ვისწავლოთ ნებისყოფის გამომუშავება. ნებისყოფის გამომუშავება, რომ შემიძლია ტელეფონი გამოვრთო 8 საათზე, როცა მაშინ იქოქება ხო Facebook-ი, აი მაშინ უნდა გამოვრთო და წავიკითხო სახარება, ლოცვები და დავისვენო. აი ხ მაშინ ხარ მარხვაზე და რა ისე რომ უცბად ჩაიკითხე საღამოს ლოცვები და ღამის 2 საათამდე ისევ სოციალურ ქსელში ხარ. არა ხარ შვილო მარხვაზე, ეგ არ არის მარხვა. როცა მოიწესრიგებ ძილს, მოიწესრიგებ კვებას, მოიწესრიგებ მეტყველებას და დაუკვირდები ვისთან, რაზე, ვიზე, როგორ, რატომ საუბრობ, აი ეგ არის მარხვა. ბილსიტყვაობას რომ ერიდები, ჭორაობას რომ ერიდები, ახსარება დიდი ხანია რომ არ გითქვავს და მიხვალ და მამაოს ახსარებას რომ ეტყვი. სიკეთე რომ დიდი ხანია არ გაგიკეთებია და სიკეთეს რომ გააკეთებ. დიდი ხნის უნახავ ადამიანს რომ ელოდებოდი რომ იმას უნდა დაერეკა და შენ რო დაურეკავ, აი ეგ არის ჩემო კარგებო თავდაბლობა, ეგ არის მარხვა. იმას კი არა, რატომ არ მკითხულობ, რატომ არ მირეკავთ, სულ სხვებზე რო გვაქვს პრეტენზიები, ხო? აი ეს არის ჩემო კარგებო, რომ იმარხავ აი ამ მართლმადიდებლობის სპეკალს. აი წარმოვიდგინეთ რომ ჩვენ რომ ვიღაცამ ახლა $1,000,000 მოგცეს. როგორ გაუფრთხილდებით ეკლა, ხო, თელი ღამე არ დაიძინეთ, საწაიღო ვერ იგებ და გონია რომ თავს დაგესხმებიან, წაგართმევენ, ყველა ასე თქვა ეჭვირთვალით უყურებს უყოლას. რამდენად ძვირფასია ჩვენი ამხსარებლობა $1,000,000-ზე და არ უფრთხილდებით საერთოდ, ხო? ერთ განკითხვაზე ვცვლით, ერთ ბილსიტყვაობაზე ვცვლით და საერთოდ მარტივად ახლა შვებულებების დროა კაცო, რა დროს მარხვა, რა დროს ახლა ზიარება, აი მე რომ ჩამოვალ სექტემბერში, მე მივალ მამაოსთან, ისე გაატარებენ შვებულებას, რომ ერთხელ არ შეივლიან სოფლის ან რაიონის ტაძარში, რომ იქაური მამაო მოიკითხონ, ან ერთხელ მაინც თქვან, მადლობა და ახსარება, რომ საშუალება მომეცა, რომ მე ვისვენებ, მე სამსახური მაქვს, ვისვენებ და ჩამოვედი სოფელში, რაიონში პაპასთან, ბებიასთან, ბაბუასთან, მამიდასთან და ერთხელ არ წავლენ ტაძარში და მადლობას არ შეწირავენ ღმერთს. ხო სირცხვილია, ხო არ არის ლამაზი, ხო? ხო არ შეიძლება რომ სული დაიტანჯოს სხეულის დასვენების ხარჯზე. სხეულმა დაისვენოს, მაგრამ სულმა რაღა დააშავა, ხო? სული რატო უნდა დაიტანჯოს? სულმაც ხო შეიძლება, სული არ ისვენებს არასოდეს. სულ სჭირდება ლოცვა, სულ სჭირდება ახსარება, სულ სჭირდება ზიარება, წირვა, მაგრამ არა. მერე ჩამოვლენ დამძიმებულები, გარუჯულები და მამაო ვერ მოვდივარ თქვენამდე, აიმე არ გამიბრაზდე რა და არა შვილო, რატო გაგიბრაზდები? ოღონდ დაბრუნდი, ეხლა მაინც დაბრუნდი და არ გაგიბრაზდებით არავის, ხო? როდესაც გადიხართ ქალაქიდან, კურთხევა აიღეთ, როცა ტოვებთ დედაქალაქს, ან საქართველოსდან გადიხართ, ხო, კურთხევა აიღეთ, დაგლოცოთ მამაო, რომ მამაო მშვიდობიანად მინდა რომ ვიმგზავრო.
დალოცვილი იყავი შვილო. ეს ძალიან ელემენტარული ქრისტიანობა, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ არც ამას არავინ არ აკეთებს. ბევრმა მარხვა დაიწყო ისე, რომ კურთხევა არ აიღო და მარტო კურთხევას იღებენ რძის ნაწარმზე. ხო? კი ბატონო, ჩვენ ხო არა ვართ ისეთი მოძღვრები, რაღაც რიგორისტები და რაღაც ეკლესიას აქვს აკრიბია, ეკლესიას აქვს იკონომია, ხო? აკრიბია არის, ოდესაც ზედმიწევნით ისაო ყველაფერს, ძალიან კარგია, მაგრამ იკონომია ნიშნავს, რომ რაღაც შეღავათებს ვაკეთებ, ასაკში ხარ, უძლურებაში ხარ, ფეხმძიმე ხარ, მეძუძური ხარ, მაგრამ მარხვიდან არ თავისუფლდები. კურთხევას გადლევს მოძღვარი, რომ ოთხშაბათი პარასკევის გარდა რძის ნაწარმი მიიღო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არ იჭორავოთ, არ განიკითხოთ, შიშვლებმა არ იაროთ, თქვენი გამომეტყველები და ჩაცმულობით საპირისპირო სქესი არ დააბრკოლოთ. აი ეს არის მთავარი ჩემო კარგებო. და რაც თავარია, ქველმოქმედება, წერილის კითხვა. ხლა წერილი რა არისო, ბევრი იფიქრებს, ხო? წერილი ქვია მხოლოდ ბიბლიას, წმინდა წერილი. მოციქულთა, თავთა მოციქულთა მარხვაა, ხო? რა უნდა წავიკითხოთ? რა თქმა უნდა, პეტრეს 2 ეპისტოლე და პავლეს 14 ეპისტოლე. ხლა იტყვით, აუ, რამდენია, ხო? ბევრია? კარგი. პეტრეს 2 ეპისტოლე ძალიან პატარა ეპისტოლეებია, წაიკითხეთ და პავლეს ეპისტოლეებიდან წაიკითხეთ რომაელთა მიმართ ეპისტოლე, ძალიან საინტერესოა. აუცილებლად წაიკითხეთ კორინთელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე, განსაკუთრებით მე-13 თავი, სადაც სიყვარულის ჰიმნია აღწერილი და პავლეს ეპისტოლე ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლე, განსაკუთრებით მე-13 თავი, სადაც ბოლო ჟამის ადამიანებზე წერია, როგორები იქნებიანო ისინი. ახლა უკვე მე მგონი ის დაგაინტერესდათ, ხო? აი რა უნდა წავიკითხოთ. ხლა ესე უცადო ბიბლია წაიკითხეთ, ცოტა რთულია, ხო? ხლა ბიბლია რო გადაშალო და დაიწყო კითხვა, ბევრ ამას ვერ გაიგებ. ამიტომ მოძღვარი და მასწავლებელი იმიტომ არის საჭირო, რომ დავალება მოგცეს, მითითება მოგცეს და გითხრა შვილო, აი ეს ადგილი წაიკითხე. ეს ხლა მარხვა და ეს ჯობია ეს წაიკითხო. როცა უფრო მეტი განათლება გინდა ეს წაიკითხე. მოგლეთ. ძალიან საჭიროა ჩემო კარგებო, სასულიერო პირთან ურთიერთობა. თანამედროვე ადამიანი ძალიან ამაყია, ხო, და ამბობს რა მორჩილება, რა მოძღვარი, კაცო, მოიცა რა, ეხლა ვის უნდა დავემორჩილო, ეხლა ვიღაცა წვერებიან კაცს, რატო უნდა დავემორჩილო, ხო? მე თავისუფალი ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, შილო თავისუფალი ადამიანი ხარ და ყველაზე დიდი თავისუფლება იცი რა არის? ყველაზე დიდი თავისუფლება არის უფლის მორჩილება. თუ ადამიანი იტყვის, რომ მე არ მჭირდება არც უფალი და არც ეკლესია და არც მოძღვარი, ყველაზე დიდი მონა ხდება თავისი ვნებების. და ის უკვე თავისუფალი კი აღარ არის, თავისი ვნებების მონა მორჩილი ხდება. და მოძღვარი გასწავლის, როგორ განთავისუფლდე შვილო სიამაყისგან, უკეთური ჩვევებისგან, როგორ განთავისუფლდე. აი ძალიან მარტივად გეტყვით, მიდიხარ შორ გზაზე და ძალიან მძიმე ტვირთი მიგაქვს, დაიღალე, ვეღარ მიგაქვს. წამოგეწია ადამიანი შენზე ძლიერი და გამოცდილი და გეუბნება, მომაწოდე ეგ ტვირთი შვილო, მოგეხმარებით არებაში. და შენ ეუბნება, არა, მე უნდა ვატარო. და მორჩილება იცი რა არის? მიაწვდი შენ ტვირთს და მოძღვარი შენთან ერთად იმ შენ ტვირთს ატარებს და დაგეხმარება, რომ დასახულ მიზნამდე მიხვიდე. თუ გააჩნია რა არის შენი მიზანი, ხო? ესეც საინტერესოა, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ და არც ველმა გაზრდამ წლები იცხოვრეს და არ იციან რა არის ცხოვრებაში მთავარი მიზანი. რა არის მიზანი, ხო? რა არის ცოდვა? ცოდვა ებრაულ ენაში და ბერძნულ ენაში, ძველ ებრაულში და ძველ ბერძნულში არის გზიდან აცდენა. როცა მიზანს აცდი შენ, გადაუხვიე მარცხნივ, მარჯვნივ და მიდიხარ, დაიღალე დეპრესია, ნერვიულობა, უამრავი რამ დაგემართა და მაინც აგრძელებ და გეუბნება ადამიანი, რომ მოგეხმარები შვილო, გაჩერდი, მოგეხმარები, გამოცდილება გამაჩნია, მე ვიცი, რომელი გზა მიგიყვას შენ ჭეშმარიტებამდე, მაგრამ არა, თავ ზოგი ჯიუტად მაინც
აგრძელებს და ბოლოს უკვე რო დაიღლება და მიხვდება რომ არაფერი აღარ შეუძლია ბურატინოსავით გახსოვთ ბურატინოს რა დაემართა ვირების ქვეყანაში რო აღმოჩნდა და მე რო დაბრუნდება თავის მამა კარლოსთან და გასაღები სად აღმოჩნდება ხო თავისივე სახლში აღმოჩნდება ოქროს გასაღები უძღების შვილია ბურატინო მეტი კი არავინ არ არის და დღეს რამდენი უძღების შვილია და რამდენ უძღებ შვილს ელოდება მამა სახლში კი არ აზის ეზოში დგას მამა და როგორც კი დაინახავს რომ უძღების შვილი მოდის გაძუნძულდება და ჩაეხუტება სამოსელი პირველი წაიკითხეთ აუცილებლად შემოგარგებ ძალიან საინტერესოა თუ ეს არ იცის ადამიანმა რომ ის დაკარგული ძე არის და დაღუპული ძე არის და მას ჭირდება მამასთან დაბრუნება ძალიან ძიმიან მდგომარეობაში არის უკვე ჩავარდნილი ასეთი ადამიანი და ასეთ ადამიანებს არ აკლიათ პური და სანახაობა პირველ საუკუნეში რომის იმპერატორი რო გაღარიბდებოდა ეკონომიკა რო ჩავარდებოდა პურს სესხულობდა და გლადიატორებს აჩხუბებდა ეს საცოდავი ხალხი პური ურიგდებოდათ კოლეზიუმში და არენაზე უყურებდნენ გლადიატორები ერთმანეთს როგორც ჩეხავდნენ ხომ არ გეცნობათ რაღაცეები ხო რა ხდებოდა გუშინ დინამო არენაზე ჩვენ არა ვართ ხელოვნების წინააღმდეგ მაგრამ გააჩნია ხელოვნებას იმ ხელოვნებიდან ღმერთი იდიდება თუ კარგად გამიგეთ შემოგარგებო მე ბავშვობაში Deep Purple-ზე Beatles-ზე Pink Floyd-ზე Rolling Stones-ზე აღზრდილი ვარ და მამა რომ მეუბნებოდა შვილო ესენი ეშმაკი მსახურები არიან რომ ეცინებოდა მე გვიან მივხვდი რომ მართლა ასე იყო რომ წავიკითხე ჯონ ლენონის ცხოვრება რომ კუბოში იწვა და მიირთმევდა შამპანიურს დასცინოდა სიკვდილს და ვინ მოკნა ჯონ ლენონი იცით თავისმა თაყვანისმცემელმა 1980 წელს და მე მაშინ მეგონა რომ სამყარო დასრულდა ესეთი რადიოს უსმენდი მაშინ არ იყო მოგეხსენებათ ამდენი სოციალური ქსელი საღამომშვიდობისა იყო შაბათობით და იქ რო გამოცხადა რომ ჯონ ლენონი თავის სახლთან მოკლეს მეგონა რომ ჩემთვის სამყარო დამთავრდა ყველას ისტორია ვიცოდი როდის შეიქმნა ვინ იყო პირველი ბიტლზების წევრი ხო მაგრამ თოთა განმავლობაში მივხვდი მე ჩემი ასე თქვა მისაბაძი ადამიანი იყო მაიკ ტაისონი ცნობილი მოკრივე ხო მეგონა რომ ის იყო ყველაზე ძლიერი პიროვნება მაგრამ მე მივხვდი რომ არც ის იყო დიდი ვინმე ხო და თანდათანობით მე მივედი ეკლესიაში გალობა მომეწონა ძალიან ქადაგება მოვისმინე არ დამაკმაყოფილა შეკითხვების დასმა დავიწყე და მირჩიეს სტადიო შვილო ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და ისწავლეო შენ თვითონო და შენ თვითონ გახდი მოძღვარიო და ასეც მოვიქეცი და მინდა დავეხმარო ახალგაზრდებს დავეხმარო კი არ ასე თქვათ შევაცდინო და კი არ გავაბრიყო და კი არ ვაცდუნო არამედ სწორ გზაზე დავაყენო და ვასწავლო რა უნდა გააკეთონ იმისთვის რომ უკეთესები გახდნენ რომ არ იყვნენ ასეთი მწუხარე მდგომარეობაში რომ მათ სიხარულს არ ჭირდებოდეს რაღაცა ზედმეტი რაღაცეები რომ მათ გულში სიხარულის უფევდეს რომ მათ სახეზე ბედნიერება იყოს ასახული და არა ის გამომეტყველება როგორიც დღეს არის მათ სახეებზე როგორი ასე თქვათ აი რაღაცნაირი დამწუხრებული სევდიანი სახეები აქვს ძალიან ბევრ მათგანს და უამრავ რაღაც საშუალებებს იყენებენ იმისთვის რომ გამხიარულდნენ კარგი დრო გაატარონ და ამით იკლავენ პირიქით ჯანმრთელობას და ამით უფრო მეტ მწუხარებაში ვარდებიან როგორც კი დასრულდება ის სეანსები ღამის კლუბში მე მინახავს დილით კოლმეურნეობის მოედანთან როგორი სახეებით ამოდიან ბავშვები ღამის კლუბებიდან განგაში უნდა ავტეხოთ ღმლებმაც მშობლებმაც სახელმწიფომაც ხელისუფლებამაც რომ ჩვენი შვილები ღამის კლუბებში არ დადიოდნენ
და უამრავი რამ კიდეს უბრალოდ ყველაზე ნათელი მაგალითი მოვიყვანე, რაც ჩემი თვალით მინახავს იქიდან ამოსული ადამიანები რა საშინლად გამოიყურებიან გოგონები თუ ბიჭები. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა და ვფიქრობ, რომ ეს არ არის მარტო ეკლესიის ვალდებულება ან მარტო ხელისუფლების. მთელი ქვეყანა უნდა დავდგეთ ფეხზე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გიტლერი თავის ცნობილ ნაშრომში Mein Kampf ჩემი ბრძოლა ამბობდა, რომ თუ გინდა ქვეყანა გადააგვარო, გარყვენი ახალგაზრდობა. და დამთავრებულია ქვეყანას მომავალი არ აქვს. ებრაელი ერი რო დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერ ერეოდა ვერავინ და ერთ-ერთი ამალეკი იყო, მე მგონი შეიძლება ვცდები, რომ ვერ ერეოდნენ, გარყვნილი ქალები შეგზავნეს ებრაელებში და ებრაელებმა დაიწყეს მრუშობა და დაეცა ერი მაშინვე, როგორც კი ზნეობა დაეცა ერში. თუ ჩვენი ახალგაზრდები არ იქნებიან კარგი ადამიანები, კარგი მართლმადიდებლები, კარგი შვილები, კარგი მამები, კარგი მეუღლეები, განათლებულები თუ არ იქნებიან სულიერად და ფიზიკურად, ჩვენ ქვეყანას მომავალი არ იქნება. რაც გინდა ავაშენოთ, რამდენი ინვესტიციაც გინდა შემოვიდე საქართველოში, თუ ქართველი ბავშვები, ჩემი შვილი ამერიკაში სწავლობს, დოქტორანტია, მაგრამ იმიტომ კი არა რომ ამით მე ვინმეს ვამეტებ თავს, ამას იმიტომ კი არ ვამბობ. მე მინდა რომ ჩვენმა შვილებმა უცხოეთში მიიღებენ განათლებას რა, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ შექმნან ისეთი უმაღლესი სასწავლებლები, რომ ჩვენი შვილებისთვის მომავალში აღარ იყოს საჭირო ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში წასვლა. როგორც ჩამოვიდა ვაჟა, ილია, აკაკი და ასე შემდეგ. ეს აუცილებელია ჩემოკარგებო. ეს თუ არ გავაკეთეთ ჩვენი ქვეყანა მარტო იქნება აი ამ პურის და სანახაობის მოსურნე და ჩვენ ქვეყანას მომავალი ნამდვილად არ ექნება. ილია ჭავჭავაძის გზავრის სერიალები წაიკითხეთ, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, 25 წლის ილია რას ამბობს, როგორ შევხვდები მე ჩემს სამშობლოს და როგორ შემხვდება ის მე. და ლევ დღუნია როგორ ამბობს, რომ კაციო, კაცს აღარ აგავსო და ქალი ქალსო ჯერ მაშინ 19 საუკუნეში ხალხო წარმოვიდგინეთ, რა მდგომარეობაში იყო საქართველო. სიტყვა ქართველოს არავინ აღარ ამბობდა, ილია ამბობდა შავი ზღვის პირეთიდან რომ დაიძახო ქართველო, არ ეწყინოს ახლა არავის, ღიპიანი გორელი მობრუნდება და შეიძლება სქელკისერა კახელმაც მოაბრუნოს თავიო. დანარჩენი არავინ არ გიპასუხებთო ქართველზე და მამული ენა და სარწმუნოება ზუსტად ილიამ შემოიტანა ეს სამი დიდი საუნჯე. თქვენზე მეც ხომ არ საუბრობ თეკლა, ბევრი ხომ არ გამომივიდა. არა, მამა. იმდენია სასაუბრო რომ არა, აუცილებელია, მე თან კითხვებს ვაგროვებ აქ ხალხი რასაც გწერს, იმიტომ რომ მე და თქვენ არ გქონია წინასწარ, მე მქონდა რაღაც ჩანაფიქრი, რომ იქნებ გავყვე რაღაც ხაზს თქო და მე თქვენ მითხარით რომ არა, ჯობს და გეგმავად უფრო კარგად გამოვა და ამიტომ მირჩევნია ბამზადებ შეკითხვებს შემდეგ, როგორც კი თქვენ გაჩერდებით, მე არ მიყვარს სტუმარს შევაწყვეტინო, მით უმეტეს მამაოსაუბროთ და ესე სულიერად ხსნით ვზივარ და გისმენთ გულისყურით. თან კითხვებს ვაგროვებ, როგორც კი დაასრულებთ, მე კითხვას გავაჟღერებ მაყურებელს. ხები შემდეგ გადაცემაში შეგვიძლია რომ აუცილებლად. შემდეგი კითხვა ხატი აქვს წერს, როგორ დავძლიოთ ეგო და მისგან მრისხანება. კარგი შეკითხვაა ძალიან. ადამიანი, როდესაც ღმერთმა შექმნა სამოთხეში, გურეთ, ის არ იყო ეგოცენტრული, ის იყო ღმერთცენტრული. ადამიანის ცენტრი იყო ღმერთი, ღმერთს ესაუბრებოდა, თვალებში უყურებდა ღმერთს, ღმერთს ეძრახებოდა და იყო ბედნიერი, რამე თუ ღმერთთან იყო, სამოთხეში იყო და ყველაფერი მისთვის იყო შექმნილი. როგორც კი ადამიანმა დაარღვია მცნება და არ დაუჯერა ღმერთს და ღმერთის ძახილზე, მოწოდებაზე, რომ ადამ სადახარ, დაიწყო გადაბრალება, დაიმახსოვრეთ კარგად, გადაბრალება, პირველი ეგოდან მოდის გადაბრალება. ადამიანს უნდა ეთქვა, რომ აქა ვარ უფალო, შევწოდე, მაპატიე, შემეშალა,
აღარ გავაკეთებ ასე. შენ რო ქალი მომეცი, იმან შემაცდინა. ევამ გადააბრალა გვერს და აქედან იწყება ეგოიზმი. თანამედროვე სამყაროს ეგოისტი ადამიანი უყვარს. იმიტომ ეგოისტი ადამიანი მომხვეჭელია, სულ ცდილობს ვიღაცას წაართვას, იშოვოს, ვიღაცაზე მაღლა დადგეს. ხო, გახსოვთ ილია რას ამბობდა, თუ ამ ცხოვრებას თავი დაუხარე, ისე გაქთელავს, როგორც დიდოელი ლეკი თავის ნაბაძო. ეგოისტი ადამიანი სხვას თელავს. და დღეს ქრისტიანობა, ხო, ცოტა ვიღაცა შეიძლება ისე მოეჩვენოს, რომ რაღაცა როგორ კაცო რა, ვის უნდა დაუხარო თავი, რას ლაპარაკობთ, ხო? ეგოისტი ადამიანი სულ მრისხანებაშია, სულ მოუსვენარია, სულ ჩხუბობს, სულ ყვირის, სულ გაბრაზებულია, არაფერი არ მოსწონს, ას მის გარშემო ხდება. ანუ ეს არის პატივმოყვარე და ამპარტავანი ადამიანის სიმპტომები, რაც ადამიანში ეგოიზმის ეგო, რომ მე ასე მინდა. აი, როდესაც ეგოიზმის პირველი წამალი არის ოჯახი. როდესაც შენ ქმნი ოჯახს, უკვე ღმერთი გაჩვენ შენ მარტო აღარ ახარ, შენ თავზე აღარ უნდა იფიქრო მარტო და მე კი აღარ ახარ, ჩვენ ხარ უკვე მე არა, ჩვენ ეს გავაკეთოთ, ჩვენ იქ წავიდეთ, ჩვენ ეს ვიყიდოთ, ჩვენ იქ დავისვენოთ და მეორე ან მონასტერი, ან ოჯახი. და უკვე მარტო ხვდები რომ შენი თავი მარტო შენი თავი აღარ გაბარია, შენ გაბარია უკვე მეუღლე, მერე შვილები და უკვე ეგოიზმი დაიწევა დაბლა და სიყვარული აიწევა მაღლა, მაგრამ თუ ორი ეგოისტი შეხვდება ერთმანეთს, აი მერე უკვე ორივე თხა ვარდებიან სად წყალში, ხო? ამიტომ ინგრევა ძალიან ბევრი ოჯახი, რომ ორი ეგოს შეჯახება ხდება. მაგრამ თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც დაწევს დაბლა ეგოს, ის ოჯახი შენარჩუნდება, მაგრამ თუ ორივე დაწევენ დაბლა, ეს დიდებული, ანუ ორი თხა მოდის, ერთმა უკან დაიხია და მეორემ გაიარა, მაგრამ არც ერთი რო არ იხევს, ორივე ვარდებიან მდინარეში. აი ამიტომ ეგოისტები რომ აღარ ვიყოთ, აუცილებლად უნდა დავიმდაბლოთ თავი, მივიდეთ ეკლესიაში, ჩვენი ცოდვები ვაღიაროთ და ნელ-ნელა გავთავისუფლდებით ეგოიზმისაგან. ანუ იმისგან რომ მე ასე მინდა, მე ისე მინდა, არა. უკვე ვიტყვით რომ მე ხლა ამას რომ ვიტყვი, ღმერთს ეს მოეწონება, არა, მაშინ არ ვიტყვი. მე ხლა ამას ასე რომ გავაკეთებ, ჩემს მეუღლეს, ჩემს მშობელს, ჩემს მეგობარს მოეწონება, არა. ესე იგი აღარ გავაკეთებ, უკვე აღარ ახარ ეგოისტი, არა? ანუ როცა უკვე შენ ღმერთ ცენტრული გახდები და უკვე შენ სიტყვას, მხედველობას, მენადობას, ყველაფერს დაუქვემდებარებ გარკვეულ სწავლებას. როგორ? აი ძალიან მარტივად, ხო? რაც შენ არ გინდა, სხვას ის არ გაუკეთო. როგორც არ გინდა რომ შენ მოგექცნენ სხვები, არ მოექცე სხვას ისე. აღარ ახარ ეგოისტი. ეხლა მე ამ ადამიანს ეს გამოცვლილი სახელი რო დაუძახო, გაბრაზდება? მოდი აღარ დაუძახებ. მაგრამ თუ ეგოისტი ვარ, დაუძახებ და რომ დაინახავ რომ გაბრაზდება, მე გიხარია. ის რომ გამოიყვანე მდგომარეობიდან გიხარია, ესე იგი ეგოისტი ხარ და იმიტომ გიხარია. მაგრამ თავდაბალი ადამიანი 100 ჯერ გაზომავს და ერთხელ გაჭრის და იტყვის, არ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ ამაზე ჩემი მეუღლე გაბრაზდება, ჩემი შვილი გაბრაზდება, ჩემი თანამშრომელი გაბრაზდება, რომ რაღაც გარკვეულ ნაკლზე რომ მიუთითებ, ან ანეკდოტს რომ ვიტყვი, სადაც შეფარვით დავცინებ, რომელიმე კუთხეს, ხო, რომელიმე ხეიბარ ადამიანს, ხო? აი, რამდენი რამეა, რაც ეგოიზმიდან მოდის და ეგოიზმიდან განთავისუფლება არის თავდაბლობა, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი და შემომიდექი მე. მაგრამ ეგოისტი ადამიანი არ უარყოფს თავის თავს. მას თავისი თავი ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათლებული გონია. ეხლა ეგ ღამაკლია, ეკლესიაში მივიდე, ეგ ღამაკლია, ეხლა მამაოს მოусმინო რა. და ეხლა ჩვენ გადაცემას გადართავს, ასკროლავს სადღაცას, სადაც იქნება ცეკვა, თამაში, რაღაცეები, ცოტა ხანი გაერთობა, მაგრამ ისევ დანერვოზებული დაიძინებს მერე.
სულ ჩართული ხო არ ექნება რა ტელეფონი ან სულ სერიალებში ხო არ იქნება ეს ფეხბურთიც ხო დამთავრდება როცა იქნება ის კონცერტიც ხო დამთავრდება ის ღამის კლუბიც ხო დამთავრდება აი მე როჩები შენ თავთან მარტო ისევ ის ბოღმა ხარ ისევ ის წუხარე ხარ ის დარდები არ განებებს თავს ის დროებითი საშუალება სკროლვა სასმელი მოსაწევი მუსიკა სპორტი ყველაფერი დროებითი საშუალებებია რომ დასრულდება რჩები ისეთივე როგორიც იყავი ამიტომ არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ ეკლესია ჩვენ არ გვიკრძალავს არაფერს მაგრამ გეუბნება შვილო პირველ მეორე და მესამე ადგილზე დააყენე პრიორიტეტები მიანიჭე მარადისობას ჭეშმარიტებას სინათლეს სიყვარულს თავდაბლობას პატივისცემას და თუ დაგჭება დრო მე ხო რა პრობლემა თუ დაგჭება დრო სულიერი საკვების გარეშე არ უნდა დავჭირდეთ უყურეთ ეხლა პატარა ფორმულასავით მინდა უკვე მე მგონი გადაცემის ბოლოსკენ მივდივარ და აი მინდა რომ ყველამ დავიმახსოვროთ სანამ ადამიანი დაეცემოდა წარმოვიდგინეთ რომ ადამიანის სული იკვებებოდა ღმერთისგან და ადამიანის სამშვინველი იკვებებოდა სულისგან და სამშვინველისგან იკვებებოდა ამას მე განმარტავ უფრო სიღრმისეულად სხეულისგან და სხეული მიწისგან ეხლა ყველაფერი არის თავდაყირა უყურეთ აი წარმოვიდგინეთ ადამიანი თავდაყირა რომ ადამიანის სული იკვებება სამშვინველისგან ანუ ინტელექტიდან სამშვინველი იკვებება სხეულისგან და სხეული მიწისგან ანუ პირიქით მოწყდა ღმერთს და თავდაყირა დადგა ყველაფერი ის რაც ახარებდა აღარ ახარებს ადამიანს რო ეუბნები რომ აღარ შეიგინო იმდენად აქვს ენა მიჩეული ბილსიტყვაობას რომ ვერ წარმოუდგენია განკითხვის და ბილსიტყვაობის გარეშე და ადრე პირიქით უნდა იყოს ხო იმდენად ახლოს უნდა იყოს ღმერთთან რომ ბილსიტყვაობა და განკითხვა უნდა დიჭირდეს რომ აი მაშინვე უნდა მიხვდე ეს როგორ ავთქვი ეს როგორ წამომცდა მაგრამ რომ უნდა გიყვარდეს არა ამოდ ეხლა შეკითხვა დავსვათ მეტად უფრო უყვართ ადამიანებს თუ ზულთ რა თქმა უნდა უფრო მეტად ზულთ ხო აბა საიდან ამდენი ბილსიტყვაობა აბა საიდან ამდენი ჭორაობა აბა საიდან ამდენი გაბუტვა მრისხანება ეგო საიდან იმიტომ რომ ადამიანი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს თვითმფრინავი აეროპორტში რომ იდგეს თელი თავისი არსებობის მანძილზე თუ არ გაფრინდება რა მნიშვნელობა აქვს რა მარკის არის როგორ გამოიყურება ხო მისი დანიშნულება რა არის რომ აფრინდეს ხო და ადამიანი თუ არ ცხონდა კარგად დაუკვირდით რა ეს ახალგაზრდობა რო შემოგველევა ხელში ხო რა მალე გადის დრო გახდი 30-ის 40-ის 60-ის 70-ის ხუდები რომ ბერდები ხო ძალიან მარტივი ახლა გწამს ღმერთი არ აქცამს უკვდავება გწამს ფაქტია რომ ხდები რომ იცი რომ უნდა გარდაიცვალო და არიცი მე რა იქნება აბა რანაირად შეიძლება რომ შენ გონიერი არსება გერქვას ხო როცა შენ ის არიცი რომ მარტო რაღაცა 80 წლის გამო არ შექმნა ღმერთმა რომ 80 90 და 100 წელი იცოცხლო მარადისობისთვის ეხლა ჩემი თაობის ხალხი გაიგებენ და შეიძლება შენს გაიგო ბავშვობაშიც კი კომუნისტები გვამღერებდნენ ბუცეგ და ბუძეთ მამა ბუცეგ და ბუძეთ სონცე ბუცეგ და ბუდუია მაშინაც კი მარადიულობას მარადისობას გვასწავლიდნენ რომ ყოველთვის მინდა ვიყო ყოველთვის მინდა იყოს მზეო ყოველთვის მინდა იყოს მამაო ყოველთვის მინდა იყოს და დედა გესმით აი მაშინაც კი კომუნისტებმაც კი ვერ ჩაკლეს მარადისობის წყურვილი ადამიანში ხო და დღეს 21 საუკუნის ახალგაზრდამ როგორ შეიძლება რომ არ იცოდეს რა არის კარგი და ცუდი რა არის ნათელი და ბნელი რა არის კეთილი და რა არის ბოროტი ვინ არის ღმერთი და ვინ არის ეშმაკი ეს ხო აი მაპატია და სირცხვილი ამ დროს ენები იციან ფიზიკა ქიმია ნუ სპორტი ყველაფერი იციან გარდა ღმერთის გარდა ჩვენმა ახალგაზრდებმა ყველაფერი იციან და მე მგონი რომ ეს ჩვენი ბრალია მშობლების ბრალია და აქამდე TikTok-ში რო არ შემოვედით ეგეც მაგის ბრალია რომ აი მე ტავ TikTok-ერი მამაო აუ რა გინდა ხო ყველგან შევალ პირობას გადლევთ სადაც მომისმენენ ყველგან შევალ ოღონდ კი ახალგაზრდებს გული გაუთმო ოღონდ კი ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს
გავაგებინო ვინ არის იესო ქრისტე და გავაგებინო რა გველოდება თუ არ შევიცვლებით და გავაგებინო რა არის მარადისობა, რა არის წარწმედა და რა არის ცხონება და რა არის ღირსება და რა არის უღირსება. ეს თუ არ იცი, აბა რატო დაიბადე? რატო დაიბადე, როგორ ახარ ჰომო საპიენი, როგორ ახარ ვერტიკალური არსება, როგორ ახარ ჰომო რელიგიუსი, როგორ ახარ შილო და რას კითხულობ? თუ ბიბლიას არ კითხულობ, რას კითხულობ აბა? ყველა ნაწარმოები ხო ბიბლიიდან არის აღებული, მოყარული, ყველანაირი პოეზია ხო ფსალმუნებიდან არის გადმომღერებული. თუ რამე ახალ ისტორიას ვიგონებთ ხო? თუ რამე ახალი ხდება ცისქვეშეთში, ყოველივე ახალი ხო კარგად დავიწყებული ძველია. ხო ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია. არაფერი ახალი არ ხდება ჩემო. ადამიანი ისევ შურიანია, ბოროტია, თუმცა კოსმოსში წავიდა, როგორი ტექნოლოგიები გამოიგონა, ხო? რა არ მოიგონა, ოკეანის ფსკერზე ჩავიდა, ზეცაში ავიდა, სად არ წავიდა. მაგრამ ისევ შურიანია, ისევ ბოღმა, ისევ ეგოისტია. ამას ვერაფერი ვერ მოუხერხა და ვერც მოუხერხებს, თუ სულიერ ცხოვრებას არ დაიწყებს. თუ სახარებას არ შეიყვარებს და არ წაიკითხავს, თუ სულიერი მოძღვარი არ ეყოლება. მამა გიორგი რამოდენიმე შეკითხვაც იყო მაყურებელმა რადგანაც ხალხი მიჩვეულია ჩემგან 22 საათზე ლაივის ჩართვას და მიუხედავად იმისა რომ თითქმის ერთი კვირა მქონდა ანონსი გაშვებული დღეს 9 საათზე ვიქნებოდით აშკარად ხალხის ნაკლებობა იგრძნობოდა 120 გვიყურებს ეხლა და გარედან ჯამში არის 2200 ადამიანი. მაშინ ცოტა გავაგრძელოთ კიდევ რომ არ დავტოვოთ რამოდენიმე კითხვასაც. ერთი შეკითხვა იყო ესეთი. როდესაც მეფეების ზიარება ხდებოდა და კურთხევა ხდებოდა, საკურთხეველში ხდებოდა ეს ყველაფერი და თამარ მეფის შემთხვევაში რადგან ქალი იყო და თან მეფე თუ შეუძლია რომ აღიხსნას მამამ აქ როგორ მოხდებოდა ეს ყველაფერი. ეს ცოტა ისტორიული ნაწილიც არის, მაგრამ რადგან ეკლესიასთან არის საუბარი და საკითხი, ალბათ მაგიტომ დაგვიწერეს კითხვა. მე ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, თამარ მეფე სად ეზიარებოდა, მაგრამ მეფე კონკრეტულად ზოგადად მეფე ორჯერ მირონცხებული პიროვნება, ერთი მირონცხება ხდება როცა ვინათლებით და მეორედ მირონცხებული ორგზის რჩობლი მირონცხება ჰქონდა მეფეს და აღსავლის კარებით, სადაც ეპისკოპოსი და მღვდელი შედის, იქიდან შედიოდა და ეზიარებოდა საკურთხეველში. მაგრამ აი თამარ მეფე სად ეზიარებოდა, ამაზე შეგვიძლია გამოვიზიოთ და გამოვიკვლიოთ, უფრო ისტორიკოსები დაგვეხმარებიან ამაში და თავარი ის კი არ არის თამარ მეფე სად ეზიარებოდა, თავარი ის არის, რომ თამარ მეფე იყო მაგალითი. თამარ მეფე იყო მაგალითი თავდაბლობის, სიყვარულის, გონიერების, სიბრძნის, მლოცველობის. ერთხელ მაგალითს გეტყვით თამარ მეფის ცხოვრებიდან, მისი ცნობილი მარგალიტები გაგებული გექნებათ, ხახულის ღვთისმშობლებს რო შეწირა, ძალიან ცნობილი და ძვირფასი მარგალიტები ჰქონდა, მიდის წირვაზე და იმკობა მარგალიტებით. ხო ახლა მოგეხსენებათ მეფე მიდის წირვაზე და ეტყვიან რომ გელოდებიანო გარეთო მოწყალებაზე. ეხლავე გამოვა და დავეხმარებიო და გააგრძელა შემკობა. გავიდა და აღარ დახვდა იქ არავინ და მიხვდა რომ ძალიან ცუდად მოიქცა და მოიხსნა ის სამკაულები და ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა თამარ მეფე. ანუ მოყვასი უნდა დაეყენებინა პირველ ადგილზე. ასე რომ თამარი, დავითი, ვახტანგი, ერეკლე, ყველა ეს მეფეები იყვნენ ძლიერები თავისი ღირსებით, მართლმადიდებლობით, სიყვარულით, ერის ძალიან დიდი სიყვარულით შეიყვარა, ასე თქვათ, ეკლესიამ ეს ადამიანები და ღმერთს ვთხოვოთ, რომ თამარის, დავითის, ვახტანგის და ასეთი დიდი მეფეების მსგავსი მართველები მოგმარძლოს ღმერთმა, რომ ჩვენი ქვეყანა აღორძინდეს და დაადგეს აღმავლობის გზას.
მამა გიორგი ხათან ვამოწმებდი გვერდზე როდესაც ვიყურები ხოლმე ლეპტოპში ვხედავ მგეშელების ჩატში შევიჭყიდე კითხვა ხო არ ექნებათ რამე თქო და თქვენი იმხელა საქმეს ეწევით და ისეთ მოღვაწეობას ატარებთ და ისეთ დღეებს გვატარებინებთ ალბათ კითხვები არ აქვთ დიდად დავუწერე კიდეც და არ დაუწერია არავის პირდაპირ ვუყურებ მაია გვიწერს ბერუაშვილი იქ მგეშელების ჩატში ძალიან ყველაზე დიდი რაც არის ეხლა რასაც ვფიქრობ ხოლმე თქვენ 2 წლის წინ დაიწყეთ სოციალებში ესე პირდაპირ კომუნიკაციაში ყოველდღიურობაში ხალხთან მუშაობა და ხალხის სულიერებაზე რაც ჩვენმა პატრიარქმა მოგვიწოდა ეხლა და გააჟღერა მან დაინახა საჭიროება ამ ყველაფრის და ამ სიგიჟების ფონზე მოუწია თქმა ამის რომ ჩვენ ყველგან და ყველაფერში უნდა მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას და უნდა ვილაპარაკოთ და ვიქადაგოთ ყველგან სულიერებაზეო და მე არ შემეძლო არ აღგვენიშნა თქვენ რას აკეთებთ იქ იქაც აღნიშნე არაერთხელ და მინდა მაყურებელმა ციცოდეს მხოლოდ მონასტერში ყოფნისას არ ვარ ხალხმფრთიანი ანგელოზი ფრთები ბუმბულები არ მწვივა ნამდვილად მე ჩემი ცოდვები და ჩემი ჯვარი მაქვს ატარებელი და ამას ამიტომ ვამბობ რომ არავინ წარმოიდგინოს მე რადგან აქ ვზივარ და მამაოსთან ერთად საუბრობ მე მამაოს კითხვებს უსვამ უბრალოდ თქვენს კითხვებს ვუჟღერებ რომ მან აგვიხსნა სულიერად როგორ არის თორე უცოდველი არ ვარ მაგიტომ არ ვზივარ აქ და მინდა ვთქვა რომ მონასტერში ცხოვრების გარდა ის რაც იმ სანუგეშო ჯგუფში ხდება მე წლებია მონასტრის იქეთ არ მინახავს მამა გიორგი როგორც ჩვენო პატრიარქმა 7 გზის ლოცვა დაგვიწესა ხო რამ ხელა ძალა აქვს ამდენი ადამიანი ერთდროულად რომ ლოცულობს დღეში 7 ჯერ ერთ და იგივე დროს ეს რამ ხელა ძალა არის 7 გზის ლოცვის ძალა რო ახსნათ იქედან გამომდინარე რასაც მე ყოველდღიურად იქ ვუყურებ იქ რაიმე კითხვა რო დაიწერება როგორი სიღრმისეული ხმოვანითაც წერილობითაც პასუხობთ იმიტომ რომ იქ ემიგრანტები არიან და ზოგი მუშაობს და მხოლოდ მუშაობის პროცესში ყურსას მენით უსმენს თქვენს ახსნილს და რამდენად ამას მე ვიცი რომ თქვენ ახლა არ დაიწყებთ ხო ესე ვაკეთებ და მე მინდოდა რომ ეს აღმენიშნა მაგრამ 7 გზის ლოცვის ძალაც რო აღნიშნოთ იმიტომ რომ ჩვენს ერთს ყველაზე მეტად დღეს ეს ჭირდება ერთიანობა ჭირდება და 7 გზის ლოცვის დროს მაინც რომ მოვახერხოთ ხოლმე თელმა ერმა გაბუტულმაც გაუბუტავმაც მტრულად განწყობილმაც და არამტრულად განწყობილმაც ერთდროულად რო შეძლოს პატარა ლოცვის წაკითხვა ეს რამხელა მადლია და რას ნიშნავს ეს ყველაფერი ეს რო აგვიხსნათ და მე უკვე ნეილა წავიდეთ მაშინ დასასრულისკენ თქვენ წარმოიდგინეთ მე ჩვენ ყველას არ გვიყვარს ამის აღნიშვნა მაგრამ მარტო საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში არსებობს კანონი 7 გზის ლოცვების შესახებ და ეს კანონი ჩამოაყალიბა ყოფილმა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სხვა ეკლესია მსგავს კანონს არ იცნობს და საფუძველი აღებულია ფსალმუნებიდან 7 გზისა შინდა გაქებდე შენ უფალო როგორც დავით მეფსალმუნე ბრძანებს აი ჩვენმა პატრიარქმა ყოველ 3 საათში ერთხელ შექმნა ასეთი ლამაზი ასე თქვათ არის ფსალმუნი არის ტროპარი კონდაკი და ხოტბა და მეოხებას ვითხოვთ გარკვეული წმინდანისგან ეს ნიშნავს იმას რომ მე ყოველ 3 საათში მობილიზაციას ვაცხადებ ჩემი გონების და როცა ახლა უკვე ვიცი მე რომ გარკვეული დროის მერე უნდა ლოცვა წარმოვთქვა ჩემი გონება ჩემი ენა და ჩემი მხედველობა უკვე არის მობილიზებული რომ განვეშორო ცოდვას იმიტომ რომ მე მიწევს ახლა ლოცვა და უნდა ვილოცო რას ნიშნავს უფალს უნდა ვესაუბრო და უფალს რომ უნდა ვესაუბრო მე უნდა ვიყო მოწესრიგებული განწყობა უნდა მქონდეს ამისი განრისხებული და გაბუტული და ეგოისტური მდგომარეობით ძალიან გამეჭირდება ლოცვა ეს მექანიკური სიტყვების კომბინაცია იქნება და მეტი არაფერი მაგრამ როდესაც მე ვიცი რომ გარკვეული დროის მერე უნდა ვესაუბრო უფალს და სიყვარულით მომართული ვარ სიმშვიდით და აგერ მეგობარს ვესაუბრე აგერ სიკეთე გავაკეთე აგერ მოვიკითხე დავლოცე რჩევა მივეცი ხო როგორც პატარა ბავშვი მამასთან გახარებული მიირბენს რომ დღეს 5-იანი მივიღეო ხო 10-იანი მივიღეო აი ასეთი შემართებით აღესრულება ლოცვა უკვე აღარ გეშინია
ყოველგვარი პრობლემა გავიწყდება, ყოველგვარი მწუხარება, დარდი და სევდა გავიწყდება, რომ შენ ამბობ ფსალმუს, 90-ე ფსალმუს, 50-ე ფსალმუს, წმინდა ნინოს ტროპარს, წმინდა გიორგის ტროპარს. ეს იცით რამხელა შვება? ეს იცით რამხელა წყალობაა, რომ შენ ყოველ 3 საათში უკვე გონება შემართებული ხარ უფლის წინაშე და არა გაქვს დრო იმისთვის, რომ მოიწყინო, რომ დეპრესიაში ჩავარდე. იცი ვისთან უნდა დაამყარო ურთიერთობა და ხარ ბედნიერი, ხარ გახარებული, ხარ დამშვიდებული და სასოებით ახსავსე. დღეს ყველაზე ძალიან ადამიანებს აკლიათ სასოება. სასოება, ანუ უიმედობაში არიან ჩავარდნილები და რაღაცა ჰოლივუდის ვარსკვლავებს ბაძავენ, ხო რაღაც გამოჩენილ სპორტსმენებს, ვიღაცებს, რომ გონიათ, რომ აი ისინი რაღაცას უშველიან, ხო, მაგრამ არა. სასოების წყარო არის ღმერთი. როგორ ვებედრებით ჩვენ ღვთისმშობელს? უსასოთა სასო. ნახეთ რამხელა სიტყვებია. ანუ უიმედო ადამიანების იმედო. გესმით? რამხელა იმედი შემოდის, როცა შენ ყოველ 3 საათში კითხულობ ტროპარს, კონდაკს, ფსალმუნს და პირჯვარს გადაიწერს. გინდა ტრანსპორტში იყო, გინდა სამსახურში იყო. ხლა არ არის საჭირო მაინც და მაინც ყურადღება მიიქციო. შეიძლება იჯდე, ზეპირად იცოდე ეს ლოცვები და შენთვის თქვა, არ არის საჭირო, რომ ყველას დაანახო, აი როგორი მლოცველი ხარ და პირიქით შეიძლება ამან დაბრკოლება გამოიწვიოს ხალხში. ტრანსპორტში, ოჯახში, სამსახურში ყველამ უნდა მაპატიეთ ხა ჩვენ მუსლიმანებს არ ვედრებით, მაგრამ აი მუსლიმანები უფრო მეტად მლოცველად გამოიყურებიან საზოგადოებაში, ხო? ისინი ყოველთვის რაღაც ესე მოვალეობის მოხდით ლოცულობენ, მაგრამ ჩვენ ლოცულობთ სიყვარულით, ჩვენ ლოცულობთ შემართებით და არა ისე, როგორც სხვა ეგრეთ წოდებული რელიგიის წარმომადგენლები. თუმცა იქ ჩვენი საქმე არ არის ვინ როგორ ლოცულობს, ჩვენ ჩვენს თავს, ჩვენ სულს მივხედოთ, ჩვენს ამსარებლობას მივხედოთ და დამერწმუნეთ, რომ თუ ჩვენ რაც ახლა ვისაუბრებთ ამ ყველაფერს ჩვენ ცხოვრებაში გავატარებთ და ჩვენში ადამიანები დაინახავენ სითბოს, შუქს, სიყვარულს, თავდაბლობას, აი ნახეთ ჩვენს გარშემო რამდენი ადამიანი გათბება, რამდენი ადამიანი გაიღიმებს, რამდენი ადამიანი მოვა და იტყვის მამაო თქვენთან მინდა რა, ეთეკლა წამიყვანე რა ეკლესიაში, ხო? რამდენი გეტყვით იცით? იცით რამდენი მოგწერთ, რომ წამიყვანე რა ეკლესიაში რა. ეკლესია მარტო სანთლის დასანთები ადგილი არ არის და ცხრის შემოსატარებელი ადგილი არ არის. ეკლესია არის განღვთობის, სულიერი ზრდის, სულიერი განწმენდის, შემეცნების, დაყურების, განკურნების ადგილია ჩემო კარგებო. და არა მარტო აღდგომის მარხვაში, ან შობის მარხვაში, ხო? აი ის იმდენი ხალხი რაც შობას მოდის და აღდგომას ყოველ კვირა რო დადიოდნენ, თქვენ წარმოგიდგენიათ რა ბედნიერი იქნებოდა ქვეყანა? ის ხალხი სად იკარგება ყოველთვის მაინტერესებს. ის ამდენი ხალხი ასეთი შემართებით რო ამბობენ ქრისტე აღდგა, სად ქრებიან? ყოველი კვირა ხო ქრისტეს აღდგომა. 48 კვირა ყველა არის ქრისტეს აღდგომა. იმიტომ რომ ღმერთმა იცის კარგად, რომ ერთხელ რო ის კოცონი დაინთება აღდგომა ღამეს, იმას თუ არ მიუმატე ცეცხლი, ჩაქრება მერე. ჩაქრება და არ უნდა ჩაქრეს. ყველა კვირა არის უფლის დღე, აი ხვალინდელი დღე, მოგიწოდებთ ყველას, რომ უახლოეს ტაძრებში წაბრძანდით, მოისმინეთ ქადაგება, მოისმინეთ სახარება, ვისაც მარხვა ჯერ არ გაქვთ მოფიქრებული, დაიწყეთ მარხვა, გაძლევთ კურთხევას და ნელ-ნელა გაბედნიერდებით. გაბედნიერდებით, რამე თუ თქვენ გულში შემოვა იესო ქრისტე. რაცა იესო ქრისტეა, იქ ბოროტება აღარ არის. სადაც ქრისტეა, იქ არის სიყვარული, იქ ეგოიზმი უკვე აღარ არის, იქ უკვე მრისხანება აღარ არის, იქ ბილსიტყვაობა აღარ არის, იქ ჩხუბი, შური, ბოღმა აღარ არის. არ გინდათ რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ ეს გული განთავისუფლდეს. მაგრამ არა, სანამ პრობლემები არ გაგვიჩნდება, სანამ ცხვირს არ წავიტეხავთ, სანამ რაღაცა არ მოხდება ჩვენ ცხოვრებაში, მანამდე აბა კარგად დაუკვირდით, ადამიანი როდის მოდის ეკლესიაში, როცა გახარებულია, თუ როცა დამწუხრებულია, ხო?
90% მოიყვანა განსაცდელმა, განიცადეს და მადლობა ღმერთს რომ სამწუხაროდ ზოგი განსაცდელმაც ვერ მოიყვანა, ხო? ერთხელ შეემთხვა განსაცდელი მერე მეორედ და მაინც ვერ ხვდება ადამიანი რომ უფალი უხმობს მას. ჩვენ ხო შემთხვევითობიდან ჭყალებში გვესაუბრება ღმერთი. შემთხვევით არა, შემთხვევით მამაოს მოусმინე, არა შვილო, შემთხვევით არ მოусმინე. ღმერთის ნებით მოусმინე. მამაო შემხვდა შემთხვევით. არა შვილო, შემთხვევით არ შეგხვდე, არა. ეხლა ამ გადაცემა შემთხვევით არ უსმე, უფლის ნებით უსმე. ცოტა გაიჭირვე და მოგვისმინე ბოლომდე. მერე ასკროლე, ეხლა არ არის საჭირო, მოისმინე, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო ძალიან ცოტა. გათენდება, დაღამდება, ხო და მოიხედები, არაფერი არ აქჩება დაწყვეტილი ნერვების გარდა, წუხარების და დარდების და სევდის გარდა. ამიტომ გიყვარდეთ უფალი, გიყვარდეთ მოყვასი, გიყვარდეთ პატრიარქი, გიყვარდეთ ეკლესია, ეპისკოპოსები, მღვდლები, საკუთარი მშობლები. სანამ მტრების შეყვარებას დააპირებთ, ჯერ თქვენი მშობლები გიყვარდეთ. ხო? სანამ აფრიკაში წახვალ საქადაგებლად, ჯერ საკუთარ სახლში იქადაგე. ხო? ესე აკეთებს ბევრი, ჯერ სხვაგან ქადაგებენ და ამ დროს საკუთარ სახლში არ აქვთ კარგი მდგომარეობა. ძალიან ბევრი გვაქვს ეკლა სასაუბრო და ნენელა დავემშვიდობოთ ძვირფას მაყურებელს არ გადავღალოთ და დავაანონსოთ, რომ მომავალ შაბათს 9 საათზე კიდევ შევხვდებით. ძალიან დიდი მადლობა მამაო ამ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ამ სიტყვებისთვის, ხვალისთვის, ეხა ხვალინდელი წერისთვის ისეთი შემზადებული ვარ სულიერად, რა გაათენეს დილა როდის დადგება ერთი სული. მაგ ძალიან დიდი მადლობა მართლა. ყოველთვის მეტყობა ხოლმე. მზადებ და ხვალ გაზიარებ, ამობძანდი. ის ყველაფერი მამაო, რაც იქ ჩამოთვალეთ მეტი წილი ისე მწარეთ შემეხოთ, თუნდაც ეს სოციქსელებში ყოფნა, ტელეფონის გათიშვა და გადადება, ესეთი ვიჯექი. ხმას ვეღარ ვიღებდი, იმიტომ ვიყავ ეს რომ მქონდა ხელი შემოტებული თავზე. ღვთისმსახურება და წესრიგი უნდა იყოს, მე მგონი, ხო ახლა წარმოუდგენელია ღვთისმსახურება წესრიგის გარეშე. არა, მე ვიძახი მამაო, თუნდაც ძილის მოგვარება, იქ ჩამოთვლილი ქონდათ რამოდენიმე რაღაც და ისე მწარეთ შემეხოდა იმდენად. ამას ექიმებიც გვირჩევენ, რომ დაძინებამდე ბავშვებმა განსაკუთრებით 2-3 საათით ადრე ტელეფონები გათიშონ. წიგნის კითხვა ასწავლეთ, ლოცვების კითხვა ასწავლეთ. თვალებში ჩახედეთ შვილებს, ხო? გაესაუბრეთ, შეკითხვები დაუსვით, ან მათ შეკითხვებს უპასუხებთ. ჩვენ გათიშულები ვართ ერთმანეთისგან, დედა ცალკე სკროლავს, შვილი ცალკე სკროლავს. და გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის, ბავშვი სახლშია, მაგრამ არ არის სახლში. ძალიან გთხოვთ ეს გავითვალ მარხვაში, მაინც გავითვალისწინოთ, რომ ნაკლები ურთიერთობა სოციქსელებთან, მეტი წიგნებთან, მეტი შრომასთან, მეტი სიკეთესთან და მეტი ლოცვასთან. აი ეს იქნება რეზიუმე დღევანდელი ჩვენი ეთერის. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს ესეთ საინტერესო და შაბათისთვის ანონსაც გავავრცელებთ და დანარჩენი შეკითხვები ვინც დაგვრჩეთ უყურადღებოთ, მომდევნო შაბათს აუცილებლად გავითვალისწინებთ და ამ კითხვებს აუცილებლად გავაჟღეროთ. მადლობა მამაო, დროებით ხვალ უკვე შევხვდებით და დროებით მშვიდობიანი საღამო მამაო. მადლობა ყველაფრისთვის.